როდის იგინებით? შეიძლება რაღაცაზე უცებ გავბრაზდე, რაღაცა დავინახო ტელევიზორში, აი რაღაც ძალიან უცებ გავმწარდე და რაღაც ერთი, მაგრამ ისე არ მიყვარს ავსიტყვაობა. ვინმე დაგიწყევლიათ? აი ძალიან რომ შეურაცხყოფა მომაყენა რაღაც არანორმალური კაცი რომელიც მიყვარდა და დავწყევლე და ჩავარდა ლოგინად. და აი პირველად მაშინ წავედით აღსარებაზე. პირველად მაშინ მეუთხარი ჩემ შვილისა მეგიშვილის ზრდი და ერთი რუსის ძიძა არაჩვეულებრივი ქალი ბაბა გალა ძალიან ღვთისმიერი იყო და მეუთხარი მიშველე მეთქი რამე 66-17 წელი იყო და წამოდიო შვილო მითხრა და წამიყვანა წმინდა ბარბარეს ეკლესიაში და იქ იყო მოხუცი რუსის მოძღვარი და მაშინ ის რუსული ეკლესია იყო ეს და ის იქ დადიოდა და ამიტომ იქ თავის რა გითხრათ მოძღვარმა როცა უამბეთ რომ ვიღაცა მეუთხარი რომ მიშველეთ მეთქი რამე და მიპატიებიაო მითხრა ოღონდ ამის მერე აღარასოდეს ეს აღარ ჩაიდინო და აი როგორც კი მივედი აღსარებაზე მეორე დღეს ის კარგად გახდა ის ბიჭი მოძღვართან ამის შემდეგ ინტენსიურად დადიხართ აღსარებებს აბარებთ რა თქმა უნდა მაგრამ ეს უმთავრესად ხდება ბოდბეში მოძღვარისთვის თუ დაგიმალოთ რამე იცი გეუხერხულად უბრალოდ მე არ არის რაღაც საკითხები რომელსაც ახლა აღსარებაში არ ყვები ერთხელ მომყვევი და ნუ ახლა რა ვიცი ესეთი ინტიმურია რომ ამაზე არ მინდა პასუხი